ანექსიამ დემოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებას, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობა რუსეთთან აფორმებს, თავად სოხუმშიც აპროტესტებენ. ეს შეთანხმება ნიშნავს, რომ რუსეთთან საზღვარი ფაქტიურად იშლება. ოფიციალური თბილისი დახმარებას საერთაშორისო თანამეგობრობას თხოვს. სპეციალური ბრიფინგი დღეს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც გამართა და საქართველოს პარლამენტს მოქმედებისკენ მოუწოდა. საერთო საზღვრები, ერთიანი შეიარაღებული ძალები, რომელიც რუსეთს დაექვემდებარება და პენსია, რომელსაც მოსკოვი გადაიხდის, ოღონდ მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებისთვის. ოკუპაციის შემდეგ ანექსიის ჯერია და ამას უკვე თავად ოკუპირებულ აფხაზეთშიც მიხვდნენ. სოხუმსა და მოსკოვს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის შეფასებისას დე-ფაქტო პარლამენტის სპიკერი ვალერი ბგამა აცხადებს, რომ ამ დოკუმენტში ეგრეთ წოდებული სუვერენიტეტის დაკარგვის საფრთხეს ხედავს. ჩვენ ყველას ასეთი რეაქცია გვაქვს, ძალიან ბევრი კითხვა და ყველა განიხილავს, აანალიზებს, ასწორებს. არ მინდა მოვიყვანო ისეთი ფორმულირება, როგორიცაა ნეგატიური, მაგრამ დაახლოებით ასეთი რეაქციაა. იმიტომ რომ ბევრ ადგილას საუბარია სუვერენიტეტის დაკარგვაზე და ბუნებრივია დეპუტატის რეაქცია დადებითი ვერ იქნება. მიუხედავად მათი პოლიტიკური ორიენტაციისა, დეპუტატების მთელი შემადგენლობა რბილად რომ ვთქვათ, არც თუ ისე თანახმაა ასეთ რედაქციაზე. სოხუმში დე-ფაქტო სუვერენიტეტის დაკარგვის საფრთხეს, თბილისში კი ანექსიის წინაპირობას ხედავენ. ოკუპანტ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ახალი შეთანხმების პროექტთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს ოფიციალური პოზიციის შემუშავებისკენ მოუწოდებს. რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილი უშიშროების საბჭოს მოწვევას გეგმავს. პრეზიდენტმა დღეს სწრაფი რეაგირებისკენ საერთაშორისო საზოგადოებასაც მოუწოდა. ამ პოზიციაზე დაფუძნებით ჩვენ მოვიწვევთ უშიშროების საბჭოს და დავგეგმავთ შემდგომ ნაბიჯებს ვითარების დასტაბილურებასთან დაკავშირებით. მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას ჩვენ მეგობარ ქვეყნებს უსწრაფესად ადეკვატურად შეაფასონ ვითარება და მისცენ შესაბამისი რეაქცია. საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებაზე გააკეთა აქცენტი საგარეო საქმეთა მინისტრმაც. მაია ფანჯიკიძის თქმით, საქართველოს მხოლოდ ერთადერთი გზა აქვს და მას სამინისტრო მაქსიმალურად გამოიყენებს. ორშაბათს მე მაქვს ძალიან სერიოზული შეხვედრა ლუქსემბურგში ევროკავშირის 28 მინისტრთან და ამ შეხვედრის მთავარი თემა იქნება ესეც, ხოლო შემდეგ მე მივამგზავრები ბერლინში ორმხრივი ვიზიტისთვის და იქაც ყველა ჩემს გამოსვლაში და რაც მთავარია საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაში, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა. ჯერჯერობით შეფასება მხოლოდ ერთადერთმა საერთაშორისო დიპლომატმა, შეერთებული შტატების ელჩმა გააკეთა. ამერიკის პოზიცია იყო და არის, რომ ჩვენ მხარს უჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მხარს უჭერთ ასევე ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებებს და ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც მნიშვნელოვანი და მისაღები იქნება პროცესში ჩართული ყველა მხარისთვის. ამ შემთხვევაში კი უფრო მეტი კითხვა ჩნდება, ვიდრე პასუხები და ჩვენ ვერ ვისაუბრებთ აფხაზურ სამხედრო ძალებზე. რამდენად გაითვალისწინებს პარლამენტი პრეზიდენტის მიმართვას ჯერ უცნობია. მანამდე კი საკანონმდებლო ორგანოს წევრები ამ დოკუმენტს ინდივიდუალურად აფასებენ და აცხადებენ, რომ ეს რუსეთის მხრიდან პირდაპირი ანექსიაა. უმრავლესობას და უმცირესობაც ამაზე ერთსულოვნად თანხმდება. ოპოზიცია მართულ გუნდს ბრალს უმოქმედობაში სდებს. პარლამენტის მიერ სასწრაფოდ დოკუმენტის მიღებას და კარასინი აბაშიძის შეხვედრის გაუქმებას ითხოვს. ჩვენ მოვითხოვთ ხელისუფლებისგან ორ რამეს, ერთი რომ შეწყდეს ეგრეთ წოდებული ორმხრივი ფორმატი აბაშიძე კარასინის ფორმატის სახით და მოლაპარაკების ფორმატი რუსეთთან დარჩებს მხოლოდ ერთი, ეს არის ჟენევის მოლაპარაკების ფორმატი, სადაც მოლაპარაკების მაგიდასთან საქართველოსთან ერთად ძიან საქართველოს მეგობარი ქვეყნები და საქართველოს პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციები და ორი ასევე მოვითხოვთ რომ საქართველოს პარლამენტმა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, ჩვენ მოვამზადებთ რეზოლუციის ტექსტს, რომელსაც ხვალვე დავარეგისტრებ საქართველოს პარლამენტში და იმედი გვაქვს, რომ კვირის ბოლომდე უმრავლესობა ჩვენთან ერთად ამ რეზოლუციის ტექსტს ხარს დაუჭერს. საზოგადოება აფხაზური პატარა მცირე საზოგადოებაა და ადვილად თქვათ დასამორჩილებელი გონია ვიღაცას, მაგრამ აფხაზურ საზოგადოებაში დიდი ნაწილი არ დაეთანხმება, ვფიქრობ ასეთ დასასრულს მათი პოლიტიკური, ესე ვთქვათ, ოცნებების და იდეების. იმას, რომ აფხაზეთში ამ დოკუმენტს ადრე თუ გვიან უკმაყოფილება მოჰყვებოდა, ამას ექსპერტები დიდი ხანია ვარაუდობდნენ. თბილისში თვლიან, რომ მოსკოვს ოკუპირებული ტერიტორიის რუსეთთან მიერთების გეგმა აქვს. საქმე იმაშია, რომ უკვე ყველასთვის ცნობილია, ყოველ შემთხვევაში ბევრისთვის ცნობილია და ჩემთვისაც ცნობილი იყო, რომ რამდენიმე ხნის წინ ჯერ კიდევ ანქვაბის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ასეთი პროექტი მოსკოვს უკვე ჰქონდა და რაზეც ანქვაბმა უარი განაცხადა. მისი გადაყენების მიზეზი სწორედ აი ეხლა გაირკვა და გაარკვია ბევრმა. ოკუპანტ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ახალი შეთანხმების პროექტი ოფიციალურად გუშინ გამოქვეყნდა.
დოკუმენტის თანახმად შეიარაღებული აგრესიის შემთხვევაში მხარეები ვალდებული იქნებიან ერთმანეთს სამხედრო დახმარება აღმოუჩინონ. პროექტში წერიან, რომ საქართველოსთან ეგრეთ წოდებულ საზღვარზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს, ხოლო რუსეთთან პირიქით ზედმეტი ბარიერები უნდა მოიხსნას. ამ დოკუმენტთან დაკავშირებით სავარაუდოდ საუბარი იქნება ხვალდაგეგმილ კარასინი აბაშიძის შეხვედრაზე.